ლაშა ძებისაშვილი, დიდი მადლობა, ასოცირებული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ცხადია უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე და იმ საკითხებზე, რა ვითარებაშიც ვართ დღეს და პირველ რიგში ცხადია უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოებას. რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე ვდგავართ ამჟამად? ხო, ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ბევრს არ ისმის ზოგადად უსაფრთხოება რა არის, ბევრს გონია რომ უსაფრთხოება არის მხოლოდ ყავს ჯარი თუ არ ყავს ჯარი და ამით განისაზღვრება უსაფრთხოება. არა, უსაფრთხოებას აქვს ძალიან ბევრი განზომილება, აქვს შიდა განზომილება, გარე განზომილება, ინსტიტუციური განზომილება და ინდივიდუალური განზომილება. ანუ ინდივიდუალური შეგრძნებაც კი ვარ თუ არა უსაფრთხო, დაცული, ვარ თუ არა სამართლიან გარემოში, ესეც წარმოადგენს იმ უსაფრთხოების აღქმის საბოლოო შედეგს, რომელიც დაყვანილი არის თვითონ მოქალაქემდე. შესაბამისად, შეგიძლიათ იმსჯელოთ ჩვენი მოქალაქეების განცდა არიან თუ არა უსაფრთხო და რამდენად ეს კოლექტიური განცდა, ინდივიდუალური ჯამი ამ უსაფრთხოების შეგრძნების, რამდენად ადეკვატური არის, რამდენად კარგი არის და რამდენად გვაძლევს ჩვენი საშუალებას ვთქვათ, რომ უსაფრთხო გარემოში ვართ. ну, რა თქმა უნდა, ესე არ არის. მაგრამ რაც სტანდარტულად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, კლასიკური გაგებით, ეს არის ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების კონტექსტი და ინსტიტუციური გამართულობა უსაფრთხოების სფეროს და სექტორის, აქ რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ. იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოება განისაზღვრება სამი რამით. ერთი, ეს არის ძლიერი ჯარი, რომელსაც აქვს ადეკვატური უნარი, რომ გარედან ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდეს. მეორე, ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში ძლიერი მოკავშირეები, რომელიც ერთგვარ კომპენსირებას გიკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ჯარი არ ყავს, ძალიან უხეშად ვამბობ, მოკლედ, ხო? თუ არ ყავს, ან პირიქით რაც გაქვს, იმის კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ძლიერ ხარისხში აყავს შენი თავდაცვის უნარი. და მესამე, ეს არის ის გამართული ინსტიტუტები, ახლა ქვეყნის ყველა ინსტიტუტებზე რეალურად საუბარი, მაგრამ ჩვენ კონტექსტში ახლა საუბრობთ უსაფრთხოების კონტექსტში ის გამართული ინსტიტუტები, რომლებიც თავდაცვის უნარიანობას, მის განვითარებას ადეკვატურად პასუხობენ, ხელს უწყობენ ადეკვატურად, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ გამოწვევას უსაფრთხოების კონტექსტში ეს სისტემა, თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა ადეკვატურად დახვდეს, ადეკვატურად უპასუხოს და მოკლე პერიოდში, ასე ვთქვათ, პასუხი გაცეს და მოაგვაროს ეს პრობლემა. აი ეს სამი განზომილება. მოდი მივყვეთ ამ სამ განზომილებას და დავიწყოთ, რა ვიცი, დავიწყოთ თუ გინდა მოკავშირეები. კი ბატონო. ყავს თუ არა მოკავშირეები, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ. ხო, ამ მხრივ რა თქმა უნდა ვითარება არის ძალიან გართულებული, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა ეს რაღაც ტრადიციული აღქმა, რომ ჩვენ ყავს ევროპელი პარტნიორები, ჩვენ ყავს ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ეს კარგად შეიძლება ეს კარგად გააზრებული არ ქონდა, მაგრამ ეს რეალურად მოქმედებდა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ რეალურად ძალიან სუსტი ქვეყანა ვართ, განსაკუთრებით 2008 წლიდან ამ ოკუპაციის პირობებში. ის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რასაც ჩვენ პარტნიორები გვაძლევდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ნატოში, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში და ასე შემდეგ და ეს ორმხრივი პროცესი არის, ხო? ეს გვაძლევდა ჩვენ საშუალებას, რომ გარკვეულწილად ნაკლებად, მოდი ასე ვთქვათ, გვეფიქრა იმაზე, დაიწყებს თუ არა რუსეთი ხელმეორედ ომს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დიდი მეგობრები ყავს, ასე ვთქვათ, უკან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კი არა და ასე ვთქვათ, სადამსჯელო ნაბიჯებით დაჟიდნენ იმ კრემლს, თუ ის ხელმეორედ რაღაცას მოინდომებდა. ეხლა სულ სხვა ვითარება შეიქმნა უკვე 2022 წლიდან, როცა პირდაპირ გახდა ცნობილი, გადავინახეთ, რომ ბევრ რამეზეა წამსვლელი კრემლი, მზად არის ყველანაირი, ასე ვთქვათ, სანქცია აიტანოს, უხეშად ფეხებზე კიდია თავის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, ფიზიკური უსაფრთხოება და ამ ფონზე, როცა ესე, როგორ ვთქვათ, თავგასული მეზობელი ყავს, ყველაფერზე წამსვლელი რევიზიონისტი უნდა ის ყოფილი იმპერიის აღდგენა, ამ ფონზე გაცილებით კიდევ უფრო იზრდება შენი საგარეო პარტნიორების, მეგობრების როლი, იმიტომ რომ აქ უნდა გავიმეორო ყოველთვის და ყველგან უსაფრთხოების სფეროში მოქმედებს ოქროს კანონივით, სტანდარტივით არის წესი არის ესეთი,
რაც უფრო სუსტი არის ქვეყანა, იქნება ეს ეკონომიკურად, სამხედრო, რესურსობრივად, ადამიანურად, ფინანსურად და ასე შემდეგ, მით უფრო ძლიერი საერთაშორისო კავშირები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის გასაგებია რომ ქვეყანას არ აქვს რესურსი ფიზიკური, სამხედრო, რომ დაიცვას საკუთარი თავი უცხო, ასე ვთქვათ, გაცილებით ძლიერი მტრისგან, მაგრამ ამის გარანტიას იძლევა ის საერთაშორისო ძლიერი კავშირები, იქნება ეს რაღაც ალიანსი, იქნება და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანას უკვე დახმარების სახით ფიზიკურ გადარჩენის შანსს თავაზობს. აქვე შედის ბუნებრივია სადაზვერო თანამშრომლობა, იმიტომ რომ დროულად მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არის სწორედ ის გასაღები იმ გადარჩენის, რაც აუცილებელია. ამ მხრივ ჩვენ ბოლო პერიოდში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. რაც ჩვენ აქამდე გქონდა კიდევ, ანუ პოლიტიკური მხარდაჭერის გარანტია და სანქციების, ასე ვთქვათ, ის ბერკეტი რაც კიდევ არსებობს, მათ შორის სამხედრო დახმარების შეიძლება პირდაპირ ჯარი არა, მაგრამ იარაღის შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით, რაც იყო ერთგვარი საპასუხო ნაბიჯი იმ ჩვენი დასავლური კურსის, ანუ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეხლა ეჭვის ქვეშ დადგა, იმიტომ რომ ის პოლიტიკური მართლობა, რომელსაც უკავია ქვეყნის სადავეები ახლა ხელში, ის აი ამ სტრატეგიული ორიენტაცია, სტრატეგიულ კურსს რეალურად ეჭვის ქვეშ აყენებს, გადახაზული აქვს და შესაბამისად მეორე მხარეს არგუმენტს ართმევს იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პარტნიორები დასავლეთ დაგვეხმარონ თუ დღის წესრიგში დადგა ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ფიზიკური და ამ მოცემულობაში ჯარი როგორ გამოიყურება? Ну, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს რო გავიხსენოთ, ჯერ კიდევ მაშინ მქონდა პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვთ 2013 წლიდან პრაქტიკულად ნოლიდან ხდებოდა ჯარის მშენებლობა. დავით თევზაძის ცნობილი ესეთი ფრაზაც გაგახსენდებათ, აბა ლაგათკითხო ვერ ჩამოვაგდებთ, ხო, თვით რუსები დაფრინავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. და 2008 წელს ის რაც მიიჩნევა რომ თქოს პიკი იყო განვითარების ჩვენი შეერაღებული ძალების ისიც კი მაშინდელ უსაფრთხოების გარემოსთან მიმართებაში და გამოწვევებთან დაკავშირებით მაშინაც კი არაადეკვატური იყო და 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო რამდენჯერმე გაუარესდა. რომ წარმოგიდგინოთ მარტივად 2008 წლიდან რუსეთმა განახორციელა სამხედრო რეფორმა. საქართველოს გასაგებია ბიუჯეტი გადაიარაღება მოახდინა, ბევრს შეიძლება მიაჩნდეს რომ ეს არის ძველი რაღაც საბჭოთა გასაგებია, მაგრამ ეს არის სისტემა, რომელიც გარკვეული დოზით სისტემურად აზროვნებს და საგრძნობი ნაბიჯები გადადგა გაუმჯობესების თვალსაზრისით და მით უმეტეს აი ასეთი პოლიტიკური განწყობის ფონზე, როცა კრემლში არსებული რეჟიმი მზად არის რადიკალური ნაბიჯი გადადგა სამხედრო ნაბიჯები ყოფილი იმპერიის აღდგენის თვალსაზრისით და ამაში ის სამხედრო ელემენტს მიიჩნევს როგორც პრიმა, ანუ უპირველესი ბერკეტი, ბუნებრივია ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა ამ თვალსაზრისით და თუ პირობითად ვიტყვი ძალიან უხეშად, თუ ადრე ჩვენ შეერაღების და ჯარის რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით პირობითად რაღაც 30% უნდა გაგვეზარდა, დღეს მინიმუმ გაორმაგება გვჭირდება იმ არსებული შეერაღებული ძალების იმისთვის, რომ გარკვეული მაინც, ასე ვთქვათ, პოტენციალი შევქმნათ მოწინააღმდეგის შეკავების და შევქმნათ წინაპირობა ქვეყნის თავდაცვის საკუთარ ძალებზე დაყრდნობით და ანუ აი ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ინდიკატორი არსებობს, რომელიცაც თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ რამდენად გართულებული არის მდგომარეობა რეგიონალური თვალსაზრისით, რამდენად ჩვენ რომ შევადაროთ ჩვენი შეერაღებული ძალები, მაგალითად აზერბაიჯანის, სომხეთის შეერაღებული ძალებთან აღავსაუბრობ რუსეთთან მიმართებაში, სად ვიმყოფებით საერთოდ, იმიტომ რომ ხშირად მithქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ უკვე პრაქტიკულად 10 წლის განმავლობაში, ეს არაადეკვატურობის პიკი არის, იმიტომ რომ იმის ფონზე, როცა როგორ გითხრათ, სამხედრო საფრთხე გაზრდილია, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი არათუ იზრდება, არამედ ან ინფლაციასთან შედარებით და მშპ-სთან შედარებით ის კიდევ უფრო კლებულობს და რომ შეადაროთ ახლა აზერბაიჯანის ბიუჯეტთან, მარტო ბიუჯეტები რომ შეადაროთ, არ ვსაუბრობ რაოდენობას, შეერაღებას და ასე შემდეგ, შეერაღებული ძალების და რომ შეადაროთ ასევე სომხეთთან, მიხვდებით რომ ეს არაადეკვატურობის პიკი საქართველოსი კვლავინდებურად გრძელდება. ლაშა, მაგალითად სომხეთზე რა ხომ საუბრობ, მეორე ყარაბაღის შემდეგ სომხეთმა დაიწყო ძალიან სერიოზული ინვესტიცია საკუთარ, ასე ვთქვათ, შეიარაღების შესყიდვის პროცესში და სხვადასხვა ქვეყნები აირჩია ამისთვის, საიდანაც იღებს ამ
შეიარაღებას. ახლა ის გახდა შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორიც, რომელშიც მათ შორის ნახსენები არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ასე შემდეგ. რა იცვლება საგარეო ვექტორზე ამ მიმართულებით და საქართველოს სად იმყოფება კიდევ ერთხელ? მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგია რაც სომხეთმა გააკეთა, იმიტომ რომ ჩემ გადმოსახედიდან სტრატეგიულად არაფერი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი სომხეთმა, სომხეთი გეოპოლიტიკურად იმყოფება მაინც ჩიხში. ანუ გეოპოლიტიკური ჩიხია, იმიტომ რომ თუ სომხეთს სურს დასავლური მოდელის სახელმწიფოს მშენებლობა და ევროკავშირთან ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, გინდა არ გინდა ეს ხდება საქართველოს გავლით. ამიტომ ამ მოდელის არჩევით სომხეთი სტრატეგიულად ებმევა ქართველი ხალხის არჩევანის მოდელს, ანუ ევროპულ მოდელს, ამიტომ ვიტყოდი ესე სომხეთის არჩევანი არის ერთგვარი განგაშის ნიშანი ალიევისთვის, რომელმაც აი ბოლო პერიოდში თუ წაიკითხავთ ის ინტერვიუებს ის საკმაოდ ცალსახად აფიქსირებს, რომ ის არ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ამ დემოკრატიულ პროცესებს და მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას. მას ხონდა ძალიან მკვეთრი გამონათქვამები არის, ისევე როგორც საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს საკუთრივ სომხეთთან მიმართებაში, როგორც სახელმწიფოს უარეს მკვეთრ განცხადებებში. ამიტომ კი სომხეთმა ეს ნაბიჯი გადაგა, მაგრამ ეს არ ცulis სტრატეგიულად არაფერს. იქინა გამომდინარე რომ სომხეთს იმისთვის რომ მან შეასრულოს საქართველოს როლი, მას მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს, აი ჯავშნიანი გარანტიები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების, რისი გარანტიები მას არ აქვს. უпростоრეთ არ აქვს დასავლეთის მხრიდან და ვერ ექნება კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ გეოგრაფიული წვდომა უნდა ჰქონდეს დასავლეთს იმისთვის რომ სომხეთისთვის ეს გარანტიები განახორციელოს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მეშვეობით. მაგრამ სომხეთს აქვს ძალიან კარგი ასე ვთქვათ პოლიტიკური ბერკეტი, რასაც ის კარგად იყენებს და რასაც ჩვენ სამწუხაროდ არ ვიყენებთ საქართველოს, ეს არის ასე ვთქვათ, რასაც ისინი აკეთებენ, აი დაბალანსება არ მინდა ვთქვა, მაგრამ კომპლემენტარიზმს რასაც ეძახიან, სომხეთის სახელმწიფოებრიობის გარანტი ყველაზე მეტად ახლა არის ირანი. ხო, ანუ რუსეთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბევრჯერ გასცა ეს გარანტია სომხეთისთვის, მაგრამ ნუ ყარაბაღის ომის შედეგად ძალიან დიდი გადაფასება მოხდა სომხეთში, მიუხედავად რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთს თავისუფლად შეუძლია სომხეთის გადაგდება სტრატეგიულად, მაგრამ სომხეთს ვერ გადააგდებს ირანი, რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია თურქული რკალის შეკვრა ირანის გარშემო და შესაბამისად ირანის საგარეო უწყებამ და ოფიციალური პირების არაერთი განცხადებით ნებისმიერი მცდელობა სომხეთის წინააღმდეგ, ან ტერიტორიული ცვლილება სახელმწიფოს სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ადეკვატურად იქნება აღქმული ირანის მიერ და გადაედინება შესაბამისი მათ შორის სამხედრო ნაბიჯები, რომ სტატუს კვო იქნა შენარჩუნებული. ანუ ამ მხრივ სომხეთი ძალიან კარგად იყენებს ირანის პოზიციას. ადრე ცდილობდა რუსეთის გამოყენებას, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში ახლა რეგიონალური თამაშთან მეტნაკლებად, ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ მეტნაკლებად სამხედრო კომპონენტის თვალსაზრისით გასულია თუ არ ჩავთვლით ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ ამ გადმოსახედიდან დაახლოებით იგივე პოლიტიკა უნდა გვეწარმოებინა, ანუ მაქსიმალურად მეტი ორმხრივი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიები უნდა გვეპოვნა რეგიონალური თვალსაზრისით და საერთაშორისო თვალსაზრისით, არავინ არ გვიკრძალავს ჩვენ ნატოს სტრატეგიული კურსის პარალელურად სხვა დამატებითი სამხედრო და უსაფრთხოების მექანიზმების მოძებნას, იქნება ეს კონკრეტულ სახელმწიფოსთან ურთიერთობით, რატომაც არა, მაგალითად საქართველოს აზერბაიჯანის, საქართველოს თურქეთის, ანუ პრინციპში რაღაცა ხაზი არსებობს. რაღაცა ჩვეულებრივი ამას ქვია ბისმარკისეული ანუ გადაზღვევების პოლიტიკა, ბისმარკს არანაკლები პრობლემა ჰქონდა 1871 წელს, როცა რაიხი შეიქმნა პირველი, ხო, უბრალოდ მეორე რაიხი როცა შეიქმნა გერმანიის, ერთ მხარეს იყო საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, მეორე მხარეს იყო რუსეთი და მას ყოველთვის ჰქონდა ეს პრობლემა, რომ როგორ ავიცილოთ, ასე ვთქვათ, ის რომ ორივე მხარე დააწვება გერმანიას და გაჭრილ კავშირში. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მრავალმხრივი და ცალმხრივი, ორმხრივი უბრალოდ ფორმატების გამოყენებით ამ დაზღვევების ხელშეკრულებების დადებას. სანამ ბისმარკი იყო ეს მუშაობდა, მე უკვე მისი გადაყენებით ვილჰელმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ჩვენ შემთხვევაში ეს გადაზღვევების პოლიტიკა აბსოლუტურად იდენტურია, იგივე მოთხოვნები გვაქვს ჩვენ სტრატეგიული თვალსაზრისით, დიდი საფრთხე გვაქვს და ამ საფრთხის მინიმიზაცია საჭიროებს ჩვენ, როგორც შიდა
სამხედრო რესურსის გაძლიერებით და ადეკვატური ინსტიტუტების მშენებლობით, ასევე გარე, ასე ვთქვათ, მეგობრების და პარტნიორების მოზიდვით, რომლებშიც უნდა გაუჩინოთ ის ინტერესი, რომ საქართველოს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, გაუქმებით, ან რუსეთის შემადგენლობაში შესულით თუ აქ რუსული პროტექტორატის დამყარებით, მათი სასიცოცხლო ინტერესები რეგიონში იქნება დაშავებული და შესაბამისად მათთვის ეს უნდა იქნას მიუღებელი. სამწუხაროდ ეს არ ხორციელდება. სანამ მომდევნო კითხვას დავსვამ, უნდა გკითხო ირანში ვიზიტებზეც. იყო თუ არა ეს მცდელობა მაგალითად ასე ვთქვათ, ძალაუფლებაში მყოფი პირების, რომ რაღაცა გარკვეული ხაზები გაეკეთებინათ, რაღაცა აემოქმედებინათ. აი, ეგ როგორ შეგვიძლია რომ აღვიქვათ, იმიტომ რომ აუცილებლად ვინც მოგვისმენს, დასვავს ამ კითხვას, რომ იქ იყვნენ ეს ხალხი, იქ იყო ჩასული და ქონდათ რაღაცა კომუნიკაცია, ხო? ნუ, ბუნებრივია, ჩვენთან რაც სომხეთთან მიმართებაში მოქმედებს, იგივენაირად ჩვენთან არის მოქმედებს, ანუ ირანი ვერ გამოდგება ჩვენ გარანტორად ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის, ის პოლიტიკურად შეიძლება დაინტერესებული არის, მაგრამ იმისთვის რომ სამხედრო კომპონენტი იქნა გამოყენებული ჩვენი ტერიტორიის დასაცავად სავარაუდო რუსული შემოტევისგან, ბუნებრივია ირანი ამას ვერ განახორციელებს, მით უფრო ეხლა რუსეთ-ირანის ეს სიტუაციური ალიანსის გამო, რაც არის შექმნილი ზოგადად დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე. მაგრამ ის რაც მოხდა ჩვენი ოფიციალური პირების ვიზიტის სახით ირანში, მე მგონია რომ ეს ამას არანაირი შეხება არ აქვს ამ ჩვენ საკითხზე, რასაც ჩვენ საუბრობთ, ეს იყო ერთგვარი დემონსტრაციული ვიღაცის მიერ, ასე ვთქვათ, შეიძლება ნაბრძანები, შეიძლება ნარჩევი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, რომ მომხდარიყო ილუსტრირება პოლიტიკური, მოდი ასე ვთქვათ, მხარდაჭერის, რაღაც პოლიტიკურ ბანაკთან ასოცირების, რაც ეხლა უკვე დე ფაქტო პრემიერმა მაშინ ვიზიტის დროს განახორციელა, მას შეეძლო ირანი რეგიონალური მოთამაშე არის, სერიოზული სამხრეთ კავკასიაში და მისი უგულობელყოფა არ შეიძლება, რამდენადაც ახლა ჩვენ შეიძლება არ ხარს უჭერდეთ ისრაელს. მაგრამ ის რომ აი იმ ასე ვთქვათ, ღონისძიებაზე, დასაფლავების ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრი არის ჩასული და არა ოფიციალური წარმომადგენელი, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეს ხო დემონსტრაციული ხასიათის მატარებელია ეს ნაბიჯი და ბევრ რამეზე მეტყველებს. ამას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკურ დიპლომატიური დემონსტრაციული ხასიათი, რომლის უკან უფრო აი ეს ალიანსთან ასოცირების დემონსტრირების მიზანი იყო, ვიდრე რასაც საუბრობთ ახლა ირანი, რომ გადმოვიდიროთ აკეთა მხარეს და ირანი გავხადოთ როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის გარანტირების ერთ-ერთი ბერკეტი. და აი ეს კითხვა, რომელიც მინდოდა დამესვა, როგორ ფიქრობ, შენ ბევრი წელი იყავი შიგნით, ასე ვთქვათ, მუშაობდი, უშუალოდ შიგნიდან აღიქვავდი ყველაფერს. რატომ მოხდა, რომ ბოლო აი 12-10 წლის განმავლობაში ასე დაკნინდა მაგალითად აი ეს უსაფრთხოების ის ინსტიტუტები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ხო, ძალიან ბანალურად და უტრირებულად ვთქვათ, განსაკუთრებით ვისაუბროთ ეს შეიარაღებულ ძალებზე. რატომ? იმ ფონზე აი აქაც პატარა ჩართვა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთოდ გაჭირდა, ასე ვთქვათ, თანამედროვე შეიარაღების მიღება ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა რაღაც კონვეიერული სისტემით დაიწყო განახლება საკუთარი შეიარაღების, ხო? იმისათვის, რომ ქვეყანამ ადეკვატურად უპასუხოს უსაფრთხოების გამოწვევებს, მას სჭირდება ადეკვატური უსაფრთხოების ინსტიტუტები. ეხლა ჩვენ შეიძლება ცოტა ესე ბუნდოვნად ვლაპარაკობდეთ, რა არის ეს უსაფრთხოების ინსტიტუტები. უსაფრთხოების ინსტიტუტები არის ის სტრუქტურული ორგანიზაციები, პოლიტიკური ორგანიზაციები და უწყებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულები არიან თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში, ცვლილებაში და მის განხორციელებაში. ეს არის თავდაცვის სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის ბუნებრივია მთავრობა, რომელიც განხორციელების მთავარი ელემენტია და ეს არის, რა თქმა უნდა, პარლამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია არის ზედამხედველობა, რამდენად ადეკვატური პოლიტიკა შემუშავდა, პასუხობს თუ არა ეს პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მისი განხორციელება რამდენად სწორად ხდება. სამწუხაროდ ჩვენი პრობლემა და თქვენი კითხვა ამას უკავშირდება, არის ის, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები შინაარსობრივად არაადეკვატურია.
ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად პოლიტიზირებული არის და არის ქცეული პოლიტიკური პარტიის თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩვეულებრივ გაგრძელებად არის, რომ ის ემორჩილება პოლიტიკური პარტიის ბრძანებას და ინტერესებს და როცა პარტიას მიაჩნია, მოდი ასე ვთქვათ, თავისი თავი სახელმწიფოდ, ანუ ის საკუთარ თავს ასოცირებს როგორც სახელმწიფოს, მაშინ სახელმწიფო ინტერესები არის ჩანაცვლებული პარტიული ინტერესებით და შესაბამისად სახელმწიფო და ისევ როგორც სახელმწიფო ინტერესები სრულიად არაადეკვატურად აღიქვავენ ქვეყნის წინაშე მდგომ საფრთხეებს და შესაბამისად არაადეკვატურად რეაგირებენ კიდევაც. ჩვენთვის გასაგებია ეხლა ხო ბუნებრივია რომ იმ საფრთხეების ფონზე რაც საქართველოს იმყოფება აბსოლუტურად სხვა უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა განხორციელდეს, როგორც მეგობრების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ჯარის შექმნის თვალსაზრისით, შეერაღების შესყიდვის, მისი მოდერნიზების თვალსაზრისით, რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზრდის თვალსაზრისით, საზოგადოების ჩართვის თვალსაზრისით ქვეყნის თავდაცვაში. შესაბამისად, მეორე ასპექტი ამისი არის ის, რომ საზოგადოება ვერ იქნება ჩართული ქვეყნის თავდაცვაში, თუ საზოგადოება თავის თავს არ ასოცირებს ამ სახელმწიფოსთან, თუ მას არ უნდა ამ სახელმწიფოში ცხოვრება, თუ მას არ მიაჩნია, რომ ეს არის ის სახელმწიფო, სადაც მას სურს, რომ მისი შვილები გაიზარდნენ, იმიტომ რომ აქ არის სამართლებრივი წყობა, აქ არის სამართალი, აქ არავინ არ ისჯება ტყუილ უბრალოდ და მოკლედ მთავრობა, რომელიც აქ არის არჩეული და მართავს ამ ქვეყანას, არის ზუსტად ხალხის წარმომადგენელი და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ ეს ერთმანეთს იმდენად გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან, რომ თუ ხალხი, ეხლა როგორც დღეს საქართველოში, ხალხის უდიდესი ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში რაც არის შექმნილი ვითარება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსოლუტურად არაადეკვატური, რაც ჩვენ გვინდა და ის პოლიტიკური რეჟიმი და ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც აქ შექმნა, არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ გამოწვევებისა, ბუნებრივია ჩვენ ყველა მისამართით იქნება ეს ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება, ხალხის პატრიოტიზმი იქნება თუ ასე შემდეგ, სერიოზული ჩავარდნები გვაქვს, იმიტომ რომ ნუ რატო უნდა წავიდეს პირობითად, მოდი ასე ვთქვათ, ხალხი იმ ქვეყნის დასაცავად, რომელსაც ისეთი მთავრობა მართავს, რომელიც დღე არ გავა რომ მოსახლეობას დუბინკებით არ გაუსწორდეს. ხო, ანუ ეს ძალიან ცნობილი კლაუზევიცისეული სამების ელემენტი არის, ხო, ომის სამების ელემენტია, ეს არის უხეშად ისევ მთავრობა, ხალხი და ჯარი, სადაც ის ამბობს, რომ ამ სამი ელემენტის ერთმანეთისადმი ნდობა და პირდაპირი მყარი კავშირი განაპირობებს ქვეყნის გამარჯვებას ომში. მაგრამ თუ რომელიმე ერთი ელემენტიც კი მორყეულია ამ წმინდა სამებაში, იქნება ეს სუსტი ჯარი, თუ იქნება ეს კორუმპირებული მთავრობა, არასანდო მთავრობა, თუ ხალხი რომელიც არაა გამშვალული პატრიოტიზმით და არ მიაჩნია რომ ქვეყანა უნდა იქნას დაცული, ბუნებრივია ქვეყანა არის განწირული დამარცხებისთვის. და ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ხალხი შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ პატრიოტული განწყობებით ყავს და ბევრიც არის ესეთი, მაგრამ საერთო პოლიტიკური ვითარება და ის პოლიტიკური ინსტიტუტები, რაც ჩვენთან ქვეყანაში არის შექმნილი, იმდენად ასე ვთქვათ გარყვნილი არის, იმდენად არაადეკვატური არის, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იქნება ეს ჯარი ან ბრძოლის უნარიანობა, იქნება ეს ვთქვათ სამართლის აღსრულება ქვეყანაში, შესაბამისად ხალხის მზადყოფნა რომ დაცული იქნას ქვეყანა თუ პირობითად იქნება მთავრობა ადეკვატური ომის დროს. თუ ანუ წარმოიდგინეთ ომი თუ დაიწყო, ხო, აი ამ სამებიდან რო ავიღოთ ეს ერთ-ერთი ელემენტი მთავრობა, რომელმაც ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს პასუხობს. მაგრამ თუ ჩვენ მიგვაჩნია რომ ამ სამებაში მთავრობის ელემენტი არის ამოვარდნილი, იმიტომ რომ ის ვერ პასუხობს, ვერ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ისმის კითხვა, რომ რა ბედი მოგველის იმ სიტუაციაში, თუ ეს სამება ვერ ფუნქციონირებს განსაკუთრებით. სამწუხაროდ ჩვენ არაერთი ფაქტი გქონია ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო 33 წლის განმავლობაში, ეს სამება სამწუხაროდ ვერ შედგა. არადა იმდენი ომი გქონდა, პრაქტიკულად ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ვითარება გქონდა ძალიან მძიმე. და აქ მაქვს მაშინ ესეთი დასასრულისკენ რო წავიდეთ, ესეთი კითხვა, რომელიც მრავალწახნაგოვანია და შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე უპასუხე, რა დრო დაგჭირდება ყველას ერთად იმისთვის, რომ
სამებად შედგეს და აი ამ ინსტიტუციებმა გამართულად იმუშაონ, იმიტომ რომ პრაქტიკულად როგორც აღნიშნე, ბოლო 33 წლის განმავლობაში ან დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული დღევანდელი დღის ჩათვლით ეს არის ამოვარდნილი აბსოლუტურად. მე ვერ გეტყვით რა დრო დაგჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერ ერს, ანუ თალკე აღებულ ერს თავის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავისი კულტურულ, პოლიტიკურ, სოციალური თუ ეკონომიკური სიმწიფის ხარისხიდან გამომდინარე განსხვავებული დრო ჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს როგორც სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიული ერი და სახელმწიფო. ჩვენ სულ რაღაც 33 წელია ვიმყოფებით ამ პროცესში და ვიტყოდი, რომ ჩვენ феодалიზმიდან კომუნიზმში აღმოჩნდით, ანუ გადავახტით რაღაც იმ ფაზას, ერის განვითარების ნორმალურ ფაზას და რეალურად ბოლო 33 წელი გავდივართ მხოლოდ ამ გზას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ერმა იმისთვის, რომ აი ეს სამი ელემენტი რაც ჩვენ ვახსენეთ, ის სწორად იქნას შედგენილი, ფუნქციონირებდეს ადეკვატურად და შესაბამისად მე როგორც ერს და სახელმწიფოს ჩვენი ინტერესების გამომხატველი იყოს. ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა იქნას შენარჩუნებული როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის გაგრძელება. სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს იმის და მიუხედავად პოლიტიკურ პარტიას რა კონკრეტული პირობითად თავისი შეხედულებები გააჩნია სახელმწიფო ინტერესები განსაკუთრებით უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში თუ ასე შემდეგ, ბევრი განზომილება არის, ის მუდმივია. ამიტომ ერთი არის, რომ ჩვენ ისეთ სისტემა უნდა ავაშენოთ, გავითვალისწინოთ, რომ პარტიული თუ სამთავრობო ჩარევები უწყებრივ ბიუროკრატიულ დონეზე იქნას აღკვეთილი. ჩემი გადმოსახედიდან, რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, ძალიან კარგი იქნება, თუ საერთოდ პოლიტიკური ფიგურა არ უხელმძღვანელებს ამ ინსტიტუტებს, არამედ რაღაც კონსენსუსის საფუძველზე მაღალი ნდობით და კომპეტენტურობის მქონე პირები იქნებიან, ასე ვთქვათ, მმართველები, გინდა თავდაცვის სფეროში, გინდა პირობითად შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ. და მეორე ეს ბუნებრივი არის, ეს არის საპარლამენტო და სასამართლო სისტემის სწორი და გამართული ფუნქციონირება. ერთის სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ პოლიტიკურ ბიუროკრატიულ პროცესებში დარღვევების გასწორებას, ხო, ვიღაცამ რაღაცა დაარღვია სასამართლომ, ან არამიკერძოებულმა სასამართლომ ეს დარღვევა გაასწორა, თავისი გადაწყვეტილებით დააბრუნა და ეს არის რა თქმა უნდა პარლამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია ის კი არ არის, მთავრობა რასაც შემოიტანს ის ავტომატურად დაამტკიცოს, არამედ პირიქით კრიტიკულად შეხედოს ნებისმიერ წინადადებას, რაც მთავრობიდან შემოვიდა, რომ შეამოწმოს რამდენად პოლიტიკები თუ გადაწყვეტილებები, ასე ვთქვათ, ფორმირების მომენტიდან დაწყებული განხორციელების ეტაპით დამთავრებული, რამდენად ის სწორად, ადეკვატურად ხორციელდება ეროვნული ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. თუ ეს ფუნქციები, ანუ ერთის მხრივ დეპოლიტიზირება უწყებების, მეორეს მხრივ გამართული სასამართლო სისტემა, აბსოლუტურად ნეიტრალური, მართლა ბრმა, ხო, როგორც ეს უნდა იყოს, და მესამე ეს არის ძლიერი პარლამენტი, თავისი მაკონტროლებელი ფუნქციით, პოლიტიკების შემუშავებით და განხორციელებით. თუ ეს სამი ელემენტი არ იქნება უზრუნველყოფილი, რეალურად ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფართხალს, ამ ეროვნული ფორმირების პროცესში, სადაც რაღაცები გამოგვივა, რაღაცები არ გამოგვივა და სადღაც სანახევროდ შემდგარი ერი ვიქნებით. და ეს უნდა ავირიდოთ მაქსიმალურად, ეს პერიოდი უნდა შევამციროთ და იმედია, რომ ბოლო 33 წელი საკმარისი პერიოდი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს გაკვეთილები გასწავლოთ. იმედია. დიდი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა.